კარგი ავტომობილი. ხარისხიანი, ხელმისაწვდომი, გარანტიით, ახალი. რა თქმა უნდა. ეკონომიური. და ამ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ეს ყველა ავტომობილი. ყველა ავტომობილი აკმაყოფილებს. მაგრამ Honda EQM5-მა კი, რა თქმა უნდა. ყველას დაავიწყა სედანი. კი ბატონო. ისეთი სასწაულია. კი ბატონო. გიო, შენ გადაუღი ხო? ვთქვათ, ჯეტორსაც. აი მოდით აბა ჯეტორი იყო ჩვენი გახსოვს პირველი ავტომობილი. კი. აი როგორ იყო? აი BYD-ს გიო, გადაიღე BYD მყავს დაახლოებით 200-300 ავტომობილი ელექტრო, რომელიც 610 კილომეტრს გადის და მოდი ზუსტად აუხსნათ ესეც BYD-ა, ყველანაირი ფერი მყავს. აი ზუსტად მინდა აუხსნა მაყურებელს თუ რატომ უნდა იყიდოს ელექტრო ავტომობილი ან მათემოტორში და ან სხვაგან თქვათ. აი სხვაობა რა არის? იმიტომ რომ მათემოტორსი არის ფაქტიურად პირველი ოფიციალური შემომყვანი ელექტრომობილების და პირველი ტენდენცია ოფიციალური დანერგილი აქვს მათემოტორს. მათემოტორს არ ყავს ის ბრენდები, რომლის ოფიციალური პროგრამები არ აქვს, რომლის საწარმოებთან პირდაპირ წვდომა და კონტაქტი არ აქვს. შესაბამისად, ნებისმიერი დაზიანება, ნებისმიერი საგარანტიო პირობა, ნებისმიერი რამ, რის გამოც შეიძლება რომ ადამიანმა თავი შეიკავოს ელექტრომობილის შეძენაზე, რომ დამტენის სისტემა, ელემენტის დაზიანების შემთხვევაში ამ პრობლემის აღმოფხრის სისტემა, პრობლემა, მსგავსი საკითხები მათემოტორს ჯერ ეს აქვს დალაგებული და ავტომობილების შემდეგ ყავს შემოყვანილი. გახსოვს გამოფენაზე ევროპელები რომ ნახეთ. არ ვყიდით ავტომობილებს უპატრონოთ. აი უყურეთ, ჩვენ ვიყავით გამოფენაზე ბევრჯერ ვიყავით და გვითხრეს რომ აი ეს BYD თქვა, მთელ ევროპაში იყიდება. კი, ყველგან. აი უყურეთ, ის ავტომობილები, რომელიც ჩვენთან ამ წუთას დგას, მთელ ევროპაში იყიდება. კი ბატონო. აი ძალიან კარგია რომ ქუთაისში გავხსენით, ბათუმში ხვალზე უკვე დამთავრდება რემონტი და იქნება და რატომ უნდა იყიდოს ჩვენთან? აი უყური როგორ არის. მომხმარებელს რომ გაუმარტივოთ მომსახურების მიღება. ჩვენ ხომ მაქსიმუმ კლიენტი დავარქვათ სახელი, მომხმარებელი კომფორტზე ვართ ორიენტირებული. ადგილად გასაგები რო იყოს კლიენტი თქვათ, ხო? ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მას თავი შევაყვაროთ. კი ბატონო. მიიღოს მაქსიმალური მომსახურება კომპანიისგან. კომფორტი. ახლა უყურეთ. ვიღაცას, გიო, მე მინდა ზუსტად მინდა გაიგოს ადამიანებმა, რისი თქმა მინდა და რას ვამბობ. უყურეთ როგორ არის. ქუჩა იყიდება ეს ავტომობილები, ზოგი ჩინელი ყიდის, ზოგი არაბი ყიდის და რავი, ქუჩა ყველა მიცის. მაგრამ არ უნდა